არა, ბლუზა გაფუძებულია. ხო, გასულ კვირას ვიყიდე. იქნებ მაღაზიაში დაბრუნება მაინც შეიძლება? კი, მაგრამ მე თვითონ გავაფუჭე. დაიბრუნებენ მაღაზიაში თუ არ მიიღებენ? არ ვიცი. ამალკა საერთოდ მისმენ? კი. მე აქ გულს ვუღრი მას. ის კი პლანშეტს არ აშორებს თვალს. კითხულობს საიდუმლო კლუბების შესახებ, რომლებიც მსოფლიოს მართავენ და შენ ბლუზაზე საუბრობ. რა არის ეს საიდუმლო კლუბები? რა არის და? ხალხი ერთიანდება და მათ საკუთარი წესები და ინტერესები აქვთ. მაგარია, ამელკა. მოდი საიდუმლო კლუბი შევქმნათ ჩვენს. არც კი მიფიქრია ამაზე. ჩვენ შევქმნით ჩვენს კლუბს და გავხდებით ქალაქში ყველაზე მაგრები. მოდი გავაკეთოთ. იქნებ რაიმე გამოვიდეს. კარგი, რა არის ამისთვის საჭირო? პირველი რამ ბუნაგია. ბუნაგი? კი, ადგილი, სადაც ყველა შეიკრიბება ხოლმე. იქნებ ავტოფარეხში? კარგი, წავიდეთ და ვნახოთ რა არის იქ. სად მიდიხართ? ავტოფარეხის ასე რომ გზიდან გაგვეცალე. არა, იქ ვერ წახვათ. რა არის იქ? ჩემი კლუბი იქ არის. შენი კლუბი? იქ რაღაცას ვაკეთებ და იქ არ შემოგიშვებთ. მაქსას კი აქვს თავისი კლუბი. დარწმუნებული ვარ, ეს კლუბი ლუზერებისთვისაა. ჩვენ მაინც უკეთეს გავაკეთებ. სად იქნება მაშინ ჩვენი ბუნაგი? იქნებ ბედელში. ზამთარში იქ ცივა. იქნებ კარადაში. საკმარისი ადგილი არ არის. რატომ არ მოგწონს საერთოდ არაფერი? სხვა იდეები გააქვს? მოდი ბუნაგი შენ საძინებელში გავაკეთოთ. ჩემში? არა. მაშინ ჩემში გავაკეთოთ. კარგი. ეს არც ისე კარგი ადგილია ბუნაგისთვის. ეს დროებითია, სანამ ჩვენი კლუბი პოპულარულია გახდება და მერე შემდეგ გავდიდდებით და ცათამჯერში გადავალთ საცხოვრებლად. ეს ცოტა მეტისმეტია. რატომ? დარწმუნებული ვარ, ყველაზე მაგარი კლუბი გვეყოლება. ახლა სახელი უნდა მოვიფიქროთ. იქნებ მუქი თვალი? რა სისულელია ეს? უფრო მარტივი რამ დავარქვათ, მაგალითად ვარდისფერი კურდღლები. ვარდისფერი კურდღლები? ვის მოუნდება ჩვენთან შემოერთება? მაშინ კარამელკედი. ამბრძით ყველა გაიგებს, რომ ეს ჩემი კლუბია. მაშინ მოდი დავარქვათ ვარდი. ვარდი? მომწონს. და ვის მივიღებთ კლუბში? ალბათ ყველას. ბიჭებსაც კი? რატომაც არა? მათ არიციან საიდუმლოების შენახვა და ჩვენ გვექნება წესი, ვინც კლუბის საიდუმლოებებს გაამხელს, ენას მოკვეთ. ვაიმე, ეს უკვე ზედმეტია. გოგოებო, აქ ხართ? პაროლი. პაროლი? რა პაროლი? დიანა, რა არის ჩვენი პაროლი? იქნებ სუში? სუში არ მიყვარს. მოდი კარტოფილი ფრი იყოს. კარგი, კარტოფილი ფრია პაროლი. თქვი, პაროლი ან წადი აქედან. ვერ გავიგე, რაზე ლაპარაკობთ? კარგი. ამ ოთახში შემოსასვლელად პაროლი უნდა იცოდე და თუ მე ვერ შემოვა, თქვენ გამოდით მაშინ. კარგი, რა მოაწყვეთ იქ? ეს უდიდესი საიდუმლოა. ახლა ეს ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოა. შეგვიძლია მას უთხრათ? გუგული ხარ? ეს საიდუმლოა. მაგრამ ის ჩვენი მეგობარია. მე წინააღმდეგი ვარ. კლუბში ვიღაცა უნდა მოვიწვიოთ. კარგი, მაგრამ ეს ჩვენ სიმდისეა. ჩურსული დაასრულეთ? ჩვენ საკუთარი კლუბი შევქმნით. უბრალოდ არავის ერთი სიტყვას არ ვუცხრა. შემოგიერთდეთ? კი, რა თქმა უნდა. კარგი, რა არის ამისთვის საჭირო? კარგი. საფასურის გადახდა მოგიწევს $10. ხოლოდ 5 მაქვს. შეგიძლიათ ფასდაკლება გამიკეთოთ? კი, რა თქმა უნდა. რატომ უნდა გააკეთო ფასდაკლება? თითქოს ჩვენი კლუბი რაღაც იაფფასიანია. ეს მეგობრობის ამბავია. კარგი, მაგრამ ფასდაკლები აღარ იქნება. და კიდევ რა არის საჭირო გაწევრიანებისთვის? რას გულისხმობ? კარგი, რაღაც შესავალი დავალება ან რამე მსგავსი. საიდუმლო კლუბისთვის ინიციაციის ცერემონია გააქვთ? ხო, ალბათ კი. როგორი კლუბი გაქვთ? როდის შექმნით ის? 30 წუთის წინ. მაშინ ყველაფერი გასაგებია. მე დაგეხმარებით. ბუნაგი საერთოდ გააქვთ? ხუმრობთ? აქ არაფერია. და რა უნდა იყოს? საიდუმლო კლუბის შესახებ რაიმე იცით? არა. კარგი, გაგიმართლათ, რადგან მე ყველაფერი ვიცი საიდუმლო კლუბის შესახებ. მართლა? ვაუ, საიდუმლო კლუბში ყოფილხარ? ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის არ იტყვის. ეს საიდუმლო კლუბია. ზუსტად. რა ქვია თქვენს კლუბს? ვარდი. ეს ძალიან მარტივია. რაღაცის დამატება გჭირდებათ, მაგალითად თეთრი ვარდი. კარგი, თეთრი იყოს. რა უნდა გააკეთოთ თქვენს კლუბში? ხო, არც კი გიფიქრიათ ამაზე? ჯანდაბა, გირჩევ შეურაცხყოფა არ მოგვაყენო.
თორემ კლუბიდან გაგაგდებთ. დამშვიდით, დახმარება მინდა. დამფუძნებლად მიიღებთ კლუბში, არა? ანუ შენს ჩვენ დონეზე იქნები? კი, რატომაც არა? შენ ახლახან შემოუერთდი კლუბს და უკვე უფროსობა გინდა. მე თანახმოვარ, ის დაგვეხმარება. თუ თანახმახარ, მაშინ დოკუმენტებს მე მივხედავ. რა დოკუმენტები? საიდუმლოები. თქვენ კი ბუნაკს მიხედავთ და მისალმებას მოიფიქრებთ. კარგი? ყველაფერს გავაკეთებთ. მადლობა დახმარებისთვის. იანა, გამონყევი. არ ფიქრობ, რომ კიტი ზედმეტად ბევრ ბრძანებებს გასცემს? მართალია, მაგრამ ეს ცუდი საერთოდ არ უნდა იყოს. მაგრამ ეს ჩვენი კლუბია. არ ფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფროსები და არა ის? მან უკეთ იცის და თავად გააკეთოს ეს. იმედი მაქვს ის ამას ჩვენ არ გაგვიფუჭებს. იანა, ზედმეტად ფიქრობ ამაზე. დამშვიდი. ხო, ალბათ მართალი ხარ. რას აკეთებთ აქ? არაფერს. დიანა, რას ხატავ? ხატვარი დაუმთავრებელ ნახატს არ აჩვენებს. არ მეგონა რომ ასეთი რამეების გჯეროდა. მას ასევე შეუძლია წევლა. ავტოფარეხში დრონი გავაკეთე. გინდა ნახო? ახლა არა. კარგი, როგორც გნება. მოიცა, მაქს. საიდუმლო კლუბების შესახებ რამე გსმენია? ხოლმე ფილმებში. და რას ფიქრობ მათზე? თქვენთან სასაუბროდ რო არ მაქვს. დრონი უნდა დავასრულო. გაგიჟდი? რატომ მეუბნები მას ამას? ის მაინც ვერაფერს მიხვდა. კი, გაგიმართლა. შემდეგ ჯერზე პირი დახურე. დოკუმენტები მოვაგვარე. თქვენ ნაშვებით? სამაჯურები მოვამზადე. და რატომ არ არის სამაჯურზე ვარდი? ჩვენ გვაქვს თეთრი ვარდების კლუბი. ეს ერთადერთი სამაჯურები იყო. კლუბს მეტი პასუხისგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ვარდებს მოგვიანებით გავაკეთებ. ამასობაში ესენის გამოდგება. დიანა, რა გააკეთე? ტადამ! რამე მოხდა? იქნებ კიდევ უფრო მეტი რეკლამა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უბანში გავაკრათ და ყველამ გაიგოს ჩვენ რომ გვაქვს კლუბი. თუ კლუბის ქონა გინდათ, ყურადღებით უნდა იმუშაოთ. წამოდით. აი შეხედე. ეს ჩემი საშინაო დავალება? არა, ასე მოვიწევთ ახალ წვეულებს ჩვენს კლუბში. ამიხსენი უფრო კარგად. ასუხი ტელეფონის ნომერია. ვინც გამოისნობს, ჩვენს კლუბში გაწევრიანების ღირსი იქნება. ჩვენ მათემატიკის კლუბი არ ვართ. მეც კი მერე მოვხსნი ამას. მოდი უფრო მარტივი რამე გავაკეთოთ. მაგრამ ჩვენ ყველაზე ჭკვიანი ხალხი უნდა გყავდეს და არა ვიდაც უთვინუები. ისე მე ამ ყველაფერს ვეთანხმები, მაგრამ შესანიშნავია. გააკეთეთ ასლები და ჩამოკიდეთ ქალაქში. შენ თვითონ ვერ გააკეთებ? ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს. იჩქარეთ. ისმე ძალიან მაბრაზებს. მეც. მე ამას არ გავაკეთებ. შეიძლება კიტი საზიზღარი იყოს, მაგრამ კარგი იდეები აქვს. ეს ბროშურები უნდა გავაკეთოთ. კარგი, მაგრამ ეს იცოდე ბოლოა. თუ კიტი გაგვაბრაზებს, მას კლუბიდან გავაგდებთ. პირდები? რა თქმა უნდა. კარგი, წავედი. პრინტერი მუშაობს? არა, კარტრიჯი გათავდა. მაღაზიაში უნდა წავიდე და დაუბეჭდო. უბრალოდ ვინმე არ დაგინახოს. თავისუფალი ხარ? ჯერ არა, რატომ? მინდა დრონს შეხედო. მე კიდევ უფრო უკეთესი გავხადე იგი. შენი დრონით თავი მომაბეზრე. არავის საინტერესებს. კარგი, მაღაზიაში მივდივარ. გინდა რამე ვიყიდო? არა. და რა არის ეს? რაღაც საინტერესოა. რაკენი, გააკეთე? კი, 100 ეგზემპლარი გავაკეთე და სხვადასხვა რაიონში დავკიდე. კარგი, დაჯექი, რაღაცას გაჩვენე. აბა, ვინმე მდარეკა? გაგიჟდი? ამის ამოხსნას ერთი კვირა მაინც დასჭირდება. დაველოდებით. მაშინ გინდოდა რომ გეჩვენებინა? მისალმება მოვიფიქრე. მისალმება? ჯერ ტას უკრავთ, შემდეგ მუშტებით ვაკაკუნებთ, ტრიალდებით და თითებს ვატკაცუნებთ. მომწონს, წავიდეთ კიტის ვაჩვენოთ. წავიდეთ. პაროლი, კარტოფილი ფრი. შემოდით. კიტი, რა გააკეთე აქ? ზედმეტი რაღაცები მოვაშორე ჩვენი ბუნაგიდან. გაგიჟდი? ეს ჩემი ტანსაცმელია. რატომ არის შენი ტანსაცმელი ჩვენს ბუნაგში? გაიტანი აქედან. არაფერს გავიტან. უკან დააბრუნე. მაშინ მე გავაკეთებ. ჰეი, გაჩერდი.
თუ გინდა შეგიძლია ჩემს ოთახში იცხოვრო. ჩემს ოთახს რა ვუყოთ? უკვე დავიღალე ყველაფრით. კლუბის საკეთილდღეოდ მოთმინება გამოვიჩინოთ. და კიდევ რამდენი მოთმინება? კარგი. შენ თვითონ თქვი რომ მალე სათამჯეში ვექნებოდა ბუნაგი. ვერ ვითმენ. კარგი რა. კარადაში თაროს მოგცემ. ფილმებში მინახავს ეს ერთგვარი საიდუმლოა. კარგი, ჩვენ ჯერ არ გვისწავლია ასეთი ფორმულები. დროულად მოხვედი, შეგიძლია დამეხმარო? კი, რა გაქვს აქ? დამეხმარი ამ დავალების შესრულებაში. ნახევარი ამოხსენი. აი, საიდან მოიტანე? ქუჩაში ეკიდა, სასაცილოდ მეჩვენა, რაღაც საიდუმლოდ. ხედავ. მას დამეხმარები? მე მხოლოდ ფორმულისტმა შემიძლია. შემდეგ შენ თვითონ მოგიწევს მისი ამოხსნა. შესანიშნავია, კუთხეში დაწერე. ნახეთ, მაქსმა ბროშურა იპოვა. ვაუ, და ის მაგალითს ხსნის? ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ მას ამის გადაჭრის უფლება. მასში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პირს, ვინც გამოსტას წარმატებით ჩააბარებს. წესები გვაქვს უკვე? არ ვიცოდი. მეგონა კლუბის წესებს რომ დავჭერდით წინააღმდეგი არ იქნებოდით. წესები ერთად უნდა მოგვეფიქრებინა. კი, კიტი, თავხედი ხდები. მე მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს. ყველა შავ საქმეს ვაკეთებ და დამნაშავე ისევ მე ვარ. კონსულტაცია მაინც გაგელო ჩვენთან ერთი წამით. შეგიძლიათ ხელახლა წაიკითხოთ და გამოასწოროთ ყველაფერი, რაც არ მოგწონთ. კარგი, ჩვენ გენდობით. შეგიძლია გააგრძელოთ დოკუმენტებთან მუშაობა. შენ ეს უფრო უკეთ გამოგდის. რომ მოგვიანებით ისევ საყვედური მივიღო? არავითარ შემთხვევაში. არა, ჩვენ აღარაფერს გეტყვით. დარწმუნებული ხართ? დიახ. მაშინ აქ მოაწერეთ ხელი. შესანიშნავია. მაშინ ასვაპირებთ მაქსთან? დაივიწყე. ის მაინც ვერაფერს ამოხსნის. კარგი, წავედი. ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს. როგორც იქნა? კარგი, რომ კიტი დათანხმდა ამის გაკეთებას. კი, დოკუმენტები მძულს. ბოლო მოქმედება. იქნებ ეს არის კოორდინატები, სადაც განძია დამარხული. მან ამოხსნა დავალება? ის ხომ კლასში ჩარჩა. მათემატიკა კარგად იცის. რეპეტიტორთანაც დადიოდა. თუ ის დარეკავს, გარანტირებული არ არის, რომ სხვა ტესტებსაც ჩააბარებს. ნახოთ. დასრულებულია. კოორდინატებს არ გავს. ტელეფონის ნომერია. ვიღაცამ ამოხსნა გამოცანა. მაგარია. თეთრი ვარდების კლუბი. გილოცავთ. თქვენ ამოხსენით გამოცანა. მაგარია, ეს როგორი კლუბია? ეს ელიტური კლუბია, რჩეულებისთვის. გსურთ გაწევრიანება? ახლავე გამოგიგზავნე შეტყობინებას, რომელიც ერთ წუთში წაიშლება. იქ ყველაფერი ეწერება. გასაგებია. და კიდევ, ინფორმაცია მკაცად გასაიდუმლოებულია. არავის უთხრათ. ვისე ლაპარაკები? მეგობარს. რომდელ მეგობარს? თქვენ მას არ იცნობთ. გაგვაცნობ? რატომ მაწუხებთ? თავი დამანებეთ, მე ახლა უნდა წავიდე. გოგოებო, სწრაფად მოდით. მოემზადეთ ახალი მონაწილის მისაღებად. მაქსია? არა? მოიცადეთ. გოგოებო, პროფესიონალებივით უნდა მოვიქცეთ. ვის წაში აინტერესებს? მაქსია? ის გვიცნობს. ფათაშორის მაქსის გარდა კიდევ ორმა ტიპმა დარეკა. ასე რომ კაპიშონები დაიხურეთ და მოემზადეთ. მაგარია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თეთრი ვარდების კლუბში. გოგოებო, ვიცოდი რომ თქვენ იყავით. გსურთ გახდეთ ჩვენი კლუბის წევრი? კარგი, კი. ასე რომ თქვენ უნდა უპასუხოთ ჩვენს კითხვებს. კარგი რა, გოგოებო, გამოცდების გარეშე მიმიღეთ. თქვენი დავალება უკვე ან ამოხსენი. კლუბის წესებს პატივი ეცი, ან წადი. კარგი, დასვით თქვენი კითხვები. გითხარი შენი სახელი. ხუმრობ? კარგი, მე მაქსი მქვია. რატომ გინდა ჩვენს საიდუმლო კლუბში გაწევრიანება? საიდუმლო კლუბში არასდროს ყოფილვარ. აი, აქ შენ კითხვარი გაქვს. შეავსე და წადი. ყველაფერი შევავსე. კენჭისყრის ჩატარებისას შეტყობინებას მიიღებ. გასაგებია. კარგი, ფიქრობ მაქსი იმსახურებს ჩვენს კლუბში ყოფნას. გაგიჟდი? ავტოფარეხში არ შეგვიშვა და კლუბში მივიღებთ? ანელკა უთხარი. ხო, მე და ის კი ვჩხუბობთ, მაგრამ ის კლუბისთვის კარგია. კარგი რა, ანელკა. მოდი მივცეთ ხმა. აციეთ ხელი ვინ არის მაქსის წინააღმდეგი. და ვინ არის მისი მომხრე? ხო, რა თქმა უნდა, ჩემი ხმა არაფერს ნიშნავს. მაქსი ახლა ჩვენს კლუბშია. უმრავლესობა მას ემისცა ხმა. შეტყობინებას გავუგზავნი.
უბრალოდ შოკში ვარ. მაქსი ჩვენს კლუბშია. ეს სამყაროს დასასრული არ არის. მაგიზიანებს. გაიგე რა თქვა კიტი? სხვა ხალხის მოვა ჩვენთან. იქნებ იქ კარგი ბიჭები იყვნენ. მართალი ხარ, მაკიაჟი უნდა ვიკეთოთ. პაროლი. კარტოფილი ფრი. შემოდი. რა გჭირდება? წევრობის საფასური მოიტანე? ასევე მინდოდა მადლობა გადამეხადა ჩემი მიღებისთვის. ეს კლუბის გადაწყვეტილებაა. არა უშავს, მეგონა აქ შენიყავი მთავარი. ისე დიახ, ამ კლუბში უფრო მეტი მევისრომე. ამელკა და დიანა კი უბრალოდ ცხედან და ჭორაობენ, სამწუხაროა. ეს ცოტა შეურაცხყოფელია. ისინი კლუბიდან უნდა გააგდო, ისედაც არაფერს აკეთებენ. მაგრამ მათ შექმნეს ეს კლუბი. მერე რა? ისინი კლუბში ყოფნას არ იმსახურებენ. იცი რა? მართალი ხარ. ერთად შეგვიძლია კლუბის გაუმჯობესება. მე დაგეხმარები. ჩემი ხელის კრემი ხომ არ გინახავს? ჩანთებში არ იყო. ალბათ ოთახში არის. სანამ კიტი აიღებს, ჩვენ უნდა ავიღოთ. წავიდეთ. პაროლი, კარტოფილი ფრი. პაროლი არასწორია. კარტოფილი ფრი. პაროლი არასწორია. როგორ არის არასწორი? ყრუ ხარ? თუ პაროლი არ იცით, წადით. გააღე. რატომ ყვირი ხარ? როგორ ჩანს კიტის არ სურს ჩვენი შესვლა? რატო? შემიშვი, კარტოფილი ფრი. პაროლი შეიცვალა. კლუბის ყველა წევრმა მიიღო შეტყობინება. არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. არც მე. ასე რომ თქვენ აღარ ხართ კლუბის წევრი. რა? აი, ვიცოდი რომ კიტი რაღაცას აპირებდა. კიტი, გააღე კარი. მოდი ვისაუბროთ. პაროლის garaში არ შემოგიშვებთ. ჯანდაბა, დიანა, წავიდეთ. მაქს, ის არ შეგიშვებს. კლუბი დროებით დაკეტილია. კიტი, რა ხდება? კარგი. ანუ მაქსი კლუბის წევრია და ჩვენ არა? მაქსი კლუბისთვის სასაგებლოა. თქვენგან განსხვავებით. დიახ, წადით აქედან, თქვენ გაგაგდეს. კარგი, არც კლუბია და არც ოთახი. ოთახის garaშე დავრჩი. ადექი, ამას ასე არ დავტოვებთ. გზა დამითმე. ახლა კი ახსენი ყველაფერი კიტი. როგორც კლუბის ხელმძღვანელს, მე მაქვს თქვენი გარიცხვის უფლება. კლუბის ხელმძღვანელი, მე და ამელიამ შევქმნით კლუბი. ეს თქვენი ხელმოწერებია? კი, ამ დოკუმენტში წერია, რომ ახლა კლუბის ხელმძღვანელი მე ვარ. რა? ახლა ამ ადგილს მე და კიტი ვიკავებთ. ამას ასე არ დავტოვებთ. ჩვენი აუდიტორია მხარს დაგვიჭერს. აუდიტორია არასდროს დაგიჭერთ ხარს. თუ ამ ვიდეოს 15000 მოწონება ექნება, მაშინ ისევ ჩვენ ვიქნებით ხელმძღვანელები. კარგი, დამახმავარ. ბავშვებო, დაალაიქეთ ვიდეო, დაგვეხმარეთ და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის ყველა. ნახვამდის.